ბრუნდებით საქმენდილას ეთერში სალომე დადუნაშვილთან ერთად ინტერიერის დეტალებზე სასაუბროთ. თუ რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება BMG TV-ის ტელეგადაცემის ინტერიერი სალომე დადუნაშვილთან ერთად ავტორმა და წამყვანმა. სწორედ ამ დეტალებს მოვისმენთ ახლა პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა სალომე. დილამშვიდობისა. და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ვერსია და მაგალითი მისი თუ როგორ შეიძლება ადამიანმა და დიზაინერმა განსაკუთრებით იფიქროს იმაზე თუ რა არის სახლში, მაგრამ ასევე გათხოვოს მომავალი და განჭვრიტოს და იფიქროს იმაზე თუ როგორ შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს და რა შეიძლება მას დასჭირდეს სამომავლოდ. დარწმუნებული ვარ, თქვენც გქონიათ ესეთი სიტუაცია, დაამთავრეთ რემონტი, ჩადეთ ბევრი დრო, ენერგია, ფული ამ ყველაფერში და გავიდა რამდენიმე წელი და ფიქრობ, აუ, ეს ნეტავი ესე გამეკეთებინა. აი ნეტავი აქ კიდევ ერთი დამატებითი დენის წყარო მქონოდა. ან აქ რატომ არ გავითვალისწინე, რომ შეიძლება სარეცხი მანქანის გადმოტანა და აი რაღაც ესეთი მომენტები, რომელიც უნდა სერიოზულად გათვალო და ამას სჭირდება დაგეგმვა. საქმე ის გახლავთ, რომ მარიამ დემეტრაშვილი, რომელიც ყოველთვის ძალიან სკრუპულოზურად უდგება ხოლმე თავის პროექტების დასრულებას, ეპისახოცებსაც კი რომ არჩევს ცოტა ესეთი დიზაინერია, თუ მისცემ რა თქმა უნდა ამის დროს საშუალებას დაფიქრდა იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს. ეს არის მარტოხელა მამაკაცის სახლი და მას არ სჭირდებოდა ამ ეტაპზე ორი საძინებელი, არ სჭირდებოდა ორი აბაზანა და თვითონ ამაზე არ ფიქრობდა და მე არ მინდა ეს. მქონდეს უბრალოდ კაბინეტი, მქონდეს უბრალოდ პატარა სტუმრების ტუალეტი დაუშვათ და მარიმ დაგეგმა ისე სახლი, რომ აი მაგალითად იმ სივრცეში, სადაც ეხლა სამუშაო სივრცეა, უკვე ისეა გადანაწილებული, თუნდაც დენის წყაროები, რომ დასჭირდეს ადამიანს, შეუძლია ძალიან მარტივად გადააკეთოს საძინებლად, ერთი ადამიანისთვის, წყვილისთვის და თუნდაც აი ეს რაღაც ანუ სამომავლოდ საჭიროებებს მოერგოს სახლი. ყველაფერი გათვალა, მე მგონი 10 წლით წინ დაგეგმა და მე ძალიან მომწონს, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია და ასევე იცით როგორ დეტალები, როცა ადამიანი ძალიან ინდივიდუალურად უდგება, თუნდაც სამზარეულოს დაგეგმარებას. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ კი ბატონო არსებობს სტანდარტები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვაკეთებთ მაგალითად ჩასაშენებელ ავეჯს. მაგრამ ასევე არსებობს ჩვენი საჭიროებები და ჩვენი ინდივიდუალური მონაცემები. აი მაგალითად თუ ჩვენ ვაკეთებთ სამზარეულოს ძალიან მაღალი ადამიანებისთვის, კალათბურთელებისთვის შეუძლებელია ჩვენთვის სასურველი და კომფორტული კუნძული მათთვისაც ასეთივე კომფორტული იყოს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან სტანდარტული სიმაღლის. ამიტომ აი მსგავსი ტიპის ინდივიდუალური მიდგომა და თუნდაც ძალიან კარგად გამოცდილი სტანდარტებისადმი რბილი მიდგომა და მორგება ჩვენს საჭიროებებზე და სურვილებზე არის აბსოლუტურად ნორმალური და ასეც არის საჭირო, როდესაც ლაპარაკია კომფორტულ, კარგად დაგეგმილ სახლზე და აი ასეთ სახლში სწორედ ამ კომფორტს ქმნის დეტალები და აი ამაზე ვამახვილებთ სწორედ ჩვენ ყურადღებას. დღეს ყურადღებას. კარგი, ნახოთ მაშინ ის დეტალები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია სახლი ისე გადავაკეთოთ, რომ დღესაც ჩვენზე იყოს მორგებული და 10 წლის შემდეგაც, ხო? აუცილებლად მრგების გარეშე. რუბრიკის წარმდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად. რუბრიკის გენერალური სპონსორია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. მეტროპოლი. სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რათავრია სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოყენებით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. როგორ შეიძლება დიზაინერმა წინასწარ გათვალოს თუ რა შეიძლება დასჭირდეს კლიენტს მომავალში, როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი ცხოვრება და გაითვალისწინოს ეს
ინტერიერის კეთებისას. საცხოვრებელი ფართი 82 კვადრატი, აქ არის 2 სველი წერტილი, 2 საძინებელი და 1 მისაღები ოთახი, რომელშიც არის ინტეგრირებული სამზარეულო. ერთი მხრიდან შემოსასვლელში ძალიან დიდი მოცულობითი გარდერობი და მეორე მხრიდან აქ ჩაშენდა მაცივარი და სათავსო. კუნძულზეც არასტანდარტული გადაწყვეტილება არის მიღებული და ჩვეულებრივ სამებ ჩვენ ვხედავთ ხოლმე შემრევს სადღაცა აი აქ, მაგრამ რადგან ეს კუნძული არის თან მაგიდა და ადამიანები კარგად უნდა მოთავსდნენ, გადაწყდა რომ აი აქ ყოფილიყო შემრევი და როგორც ხედავთ, არაფერში ხელს არ გვიშლის ეს განლაგება. ვინაიდან თავიდან არ უნდა დამკვეთს მაგალითად ხუმელის გაკეთება, მარიმ სპეციალურად მაინც გააკეთა შიგნით დენის წყარო და მომავალში მისცა საშუალება ამ ადამიანს რომ გადაიფიქროს და აქ ხუმელი მოათავსოს. ადამიანები არსებობენ სხვადასხვა სიმაღლის და თუ ჩვენ მაგალითად კალათბურთელისთვის ვქმნით სამზარეულოს, მისთვის სტანდარტული სიმაღლე 85 მაგალითად კუნძულის შეიძლება იყოს ძალიან დაბალი და ძალიან დისკომფორტში იქნოს ადამიანმა თავი. აქ ამ შემთხვევაში მთელი სივრცე არის დატვირთული ბევრი სათავსოთი. პრობლემა არ არის ნივთების შენახვის და სტანდარტულად დაბლა დაწეული კარადები კი უფრო მეტად დაამძიმებდა სივრცეს, ამიტომ დიზაინერმა გადაწყვიტა რომ გაეჩინა ესეთი სიმბოლური პატარა თარო დამატებითი განათებით, სარკის ჩანართით იმისთვის რომ მაქსიმალური სიმსუბუქე მიეცა ამ სამზარეულოსთვის და რაც შეეხება სახლის პატრონს, ის შესანიშნავად ჭდება ამ კარადებს, არანაირი პრობლემა არ არის და გარდა ამისა შეიძლება იქ განათავსო ისეთი ტიპის ნივთები, რომლებიც ყოველდღიურობაში უბრალოდ არ გჭირდება. აქაც სათავსოა, მაგრამ გადაწყდა რომ ის გაკეთებული იყო როგორც ხის პანელი, აი ესეთი ვიზუალით, ამიტომ მას თავისუფლად შეგვიძლია მივადგათ რბილი ავეჯი და შევინახოთ იქ ისეთი ნივთები, რომელიც ხშირად არ გჭირდება. თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ჩემი აზრით დღეს ამაზე ყურადღების გამახვილება, როცა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა იღება კარი, სახელური, ედება ან კედელს და მით უმეტეს მინას ან სარკეს მსგავსი ტიპის მექანიზმის დამაგრება აქ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ვიცავთ კედელს, უსაფრთხოება გარანტირებულია და ამ დროს პრინციპში თვალშიც არ გვხვდება. კიდევ ერთი ოთახი, რომელიც ეხლა არის სამუშაო ოთახი, კაბინეტი, მაგრამ თავისუფლად შეიძლება რომ მომავალში გადაკეთდეს საძინებლად და ამისთვის წინასწარ ყველაფერია გათვალისწინებული, მათ შორის ელექტროწერტილებით. მართლაც არაჩვეულებრივი მაგალითია იმის თუ რამდენად შეიძლება ადამიანმა არა მხოლოდ დღევანდელობა დაგეგმოს და ის თუ რა ჭირდება დღეს ადამიანს, არამედ იფიქროს იმაზე, როგორ შეიძლება მისი ცხოვრება მომავალში შეიცვალოს და ბინა დაგეგმოს აი ამ პერსპექტივის გათვალისწინებით. იდეალური სახლის საიდუმლო ნამდვილად დეტალებშია. ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორი კომპანია მეტროპოლი აშენებს, ჩვენი რუბრიკა კი ამ დეტალების სწორედ დანახვაში გეხმარებათ. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რასაც სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოყენებით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. რუბრიკის წარმომადგენელია კომპანია კნაოფი. ვაშენოთ ერთად. რუბრიკის გენერალური სპონსორია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. მეტროპოლი. სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.